გელა ხასაიას პროცესი უკვე დაწყებულია საქალაქო სასამართლოში. ეს წუთია მოსამართლემ გახსნას ხდომა და ცოტა ხანში საბრალდებო უწყების წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე მოითხოვს იმ მოწმების დაკითხვას, რომელიც დღეს მოიყვანა პროცესზე. სავარაუდოდ გამოიკითხება ორი პოლიციელი დეტექტივი, რომელმაც მიიღო უშუალოდ გელა ხასაიას დაკავების პროცესში მონაწილეობა. ისინი არიან პოლიციელები, რომლებმაც ასევე შეტყობინება მიიღეს ხასაიასთან დაკავშირებით. საინტერესოა რას იტყვიან ისინი და რა თქვა მოწმემ გელა ხასაიასთან დაკავშირებით, მოწმემ, რომელმაც ხასაია და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელსაც შემხებლობა არ ჰქონდა გელა ხასაიასთან, მათ ნაცნობობაც კი არ აკავშირებთ ერთმანეთთან, თქვა რომ მათ ჯგუფურად მიიღეს მონაწილეობა მასზე თავდასხმაში. როდის გამოკითხავს საბრალდებო უწყება მოწმეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპია და დიდი ალბათობით მომდევნო პროცესზე გამოიკითხება დაზარალებული ადამიანი, რომელიც გელა ხასაიას ჯგუფურ ძალადობაში ამხელს. All processes უფრო ნათელი ხდება, რომ რეალურად ეს ყველაფერი არის. მოგონილი ეს ყველაფერი არის შეკერილი იმისთვის, რომ აქტივისტები განეითვალონ და გელა ხასაია იყო ის აქტივისტი, რომელიც საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ აჩვენებდა რეალურად რა იყო ქართული ოცნების რუსული რეჟიმი. რასაც ეს რეჟიმი შემოგთავაზებს, არაფერი არ იქნება სწორი, არაფერი არ იქნება კარგი გალასთვის. გელა აგრძელებს ბრძოლას, აგრძელებს წინააღმდეგობას, მას ჯერა რომ მართალია, იცის რომ მართალია, მისი მეგობრები დარწმუნებულები არიან ამაში, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს და იტყვის იმას, რომ გელა არის დამნაშავე რამეში. თუ გელას რამეში ზედმე მრავლს არის ის, რომ გელას უყვარს ეს ქვეყანა და იბრძვის ამისთვის. ჯგუფურად ჩაადენილი დანაშაულის მუხლით გელა ხასაიასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ვინ არის ეს ადამიანი? გელა ხასაია ამბობს, რომ მას არ იცნობს, პირველად შეიტყო მის შესახებ, მას შემდეგ რაც დააკავეს, რა შემხებლობა აქვს ამ საქმესთან, ამასთან დაკავშირებითაც გელა ხასაია ამტკიცებს, რომ არ იცის. უბრალოდ ის ბუნებრივია, ბრალს არ ეთანხმება 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მუხლი, რომელთაც საგამოძიებო უწყება სამოქალაქო აქტივისტს უწყვეტი პროტესტის მონაწილეს გელა ხასაიას ედავება. მასთან ერთად დაკავებული ერთი პირი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დანაშაულს აღიარებს და ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვოს საპატიმრო, თუმცა რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია დღის დაზუსტება დღევანდელ პროცესზე. გელა ხასაია ბუნებრივია არ ეთანხმება ბრალდებას, არ აღიარებს დანაშაულს და ის უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე.